დააკვირდით ამ ადამიანს, ეს არის კაცი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ყავს გადარჩენილი და ის ექიმიც კი არ არის. გაგიგიათ ხო ალბათ, რომ ყოველი გაღებული სისხლი უდრის გადარჩენილ სიცოცხლეს. ამ ადამიანმა ამ პრინციპით დაახლოებით 2 მილიონამდე ახალშობილი გადაარჩინა. ეს ადამიანი იყო ჯეიმს ჰარისონი და მისი სისხლის პლაზმა შეიცავდა იშვიათ ანტისხეულებს რეზუს დე ანტიგენის მიმართ. მისი სისხლი კი გამოიყენებოდა იმუნოლოგიური პრეპარატების შესაქმნელად. ეს იმუნოგლობულინური ნივთიერებები კი უშლის ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადების განვითარებას ხელს. ეს პრეპარატები ეძლევათ რეზუს დე ანტიგენის არ მქონე დედებს, რომელთაც ყავთ ნაყოფი, რომლის სისხლის რეზუს დე ანტიგენის მიმართ არის დადებითი. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს იმას, რომ დედის ორგანიზმში არ ჩამოყალიბდეს ანტირეზუს დე ანტისხეულები, რომლებიც შეუტევენ ნაყოფს. რეზუს კონფლიქტი კი, როგორც იცით, ბევრ აბორტზე, მკვდრადშობადობასა და მშობიარობის შემდეგ განვითარებულ პრობლემებზეა პასუხისმგებელი. ანიმაციაზე კი ხედავთ, როგორ ხდება ამ იმუნოგლობულინებით დედის ორგანიზმის სენსიბილიზების თავიდან არიდება.